მეორე დღეა ბათუმის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ახალგაზრდულ ფორუმში მსოფლიო მშვიდობისთვის 20 ქვეყნის 120-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გუშინ გვიანღამით ბათუმის ახალ ბულვარში ფორუმის მონაწილეებმა ეროვნული კოსტიუმებში თავიანთი ქვეყნის ნაციონალური სამზარეულო წარმოადგინეს. მთავარი დეგუსტატორები კი ფორუმის მასპინძლები ქართველები იყვნენ. როგორც ფორუმის ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების დამეგობრებას შეუწყობს ხელს. ბედნიერი ვარ, რომ ბათუმში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობის საშუალება მომეცა. არ მომწონს, როცა ჩვენს ირგვლივ ამდენი ომი და ძალადობაა. ფორუმის სამუშაო სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ მთელ მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს. იმედი მაქვს, მიზანი მიღწეული იქნება. მშვიდობა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის. მე დაღესტნიდან ვარ, ამ საღამოს ჩვენი ქვეყნის ნაციონალურ ცეკვას შევასრულებ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ფორუმზე მყოფ ახალგაზრდებს დაღესტნურ კულტურას გავაცნობ. მართავს ევროსოფელს, რომელიც არის ბათუმის საერთაშორისო ფორუმის კულტურული ნაწილი. დღეს 10 ქვეყანამ თავისი სამზარეულო, თავისი ტრადიციები გაგვიზიარა ჩვენ ქართველებს და მე ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება არის ძალიან კარგი, რადგან სატურცულია კულტურული აქტივობები და ზოგადად ჩვენ აუცილებლად შეძლებს ერთმანეთთან კულტურული დიალოგის წარმოებას და აზრების და ჩვენი კულტურის გაცვლას.